ტრაუმის მართვის ყველაზე თანამედროვე მეთოდებს რეფერალური დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ასწავლიან. ცენტრში დღეს გადამზადებას 12 სპეციალისტი გადის. მსმენელების საერთაშორისო დონეზე ტრაუმით გამოწვეული მულტისისტემური დაზიანების და მათი მართვის სპეციფიურ მოთხოვნებს ინოვაციურ ხედვას ეცნობიან. სასწავლო კურსი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა ზურაბ ჭიაბერაშვილი ტრეინინგის დეტალები დაინტერესდა და მონაწილეებს გაესაუბრა. კურსის ბოლოს მსმენელები ტესტირებულ გამოცდას ჩააბარებენ, სადაც მათი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები შემოწმდება. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცემათ. Ობიექტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სასწრაფო დახმარების სამსახური და იმის წმენა, რომ ადამიანს რამე გაუჭირდეს და ოჯახის წევრს სასწრაფო მოვა სწრაფად და კვალიფიციური პერსონალი მოემსახურება გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, შესაბამისად ის რომ სასწრაფო დახმარების ექიმებსა და ექნების გადამზადება ხდება, ეს ჩვენგან მხოლოდ მოწონებას იმსახურებს და ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას. Თანამშრომლები გადამზადდებიან გადაუდებელი დახმარების პროგრამით PhD-ელესით ეგრეთ წოდებული ამერიკული და მიიღებენ ამერიკულ სერტიფიკატებს. ესენი არიან ექნები და ექიმები.